მეგობრებო, მოგესალმებით. მოგიკითხავთ, დღეს არის 6 თებერვალი და მე ტრადიციულად მექნება თქვენთან ერთად პირდაპირ კომუნიკაცია ჩვენს გულშემატკივრებთან, ასევე ბევრი ადამიანი რეკავს. მოგლეთ სატელეფონო ზარებზე თქვენთან ერთად მინდა რამდენიმე საკითხი გამიხილო და უპასუხო შემოსულ ზარებს და თქვენი თანასწრებით გავცე პასუხები. აბა თუ ხართ მზად, დავიწყოთ. მანამდე სანამ ესე იგი შემოგვერდებით, ხო, მინდა ორი სიტყვით გითხრათ, რა ხდება თავშესაფარში. ძალიან ბევრი ჯიშიანი ძაღლი ყავს, აი არაჩვეულებრივად ლამაზი და ჭკვიანი ძაღლები, ხო და მოგზავნით, შეგიძლიათ ერთი ნაჭერი პური მოუტანოთ, დაათვალიეროთ, თუ ძაღლის საყვანა გინდათ, გაგესაუბრებით და გაჩუქებთ. თუ უბრალოდ ისე დათვალიერება გინდათ, შეგიძლიათ მოგზავნით ყოველ დღე დილის 10 საათიდან საღამოს 7 საათამდე, შაბათ-კვირის შეთვლით, როცა გაგიხარდებათ, შეგიძლიათ ოჯახებთან ერთად მოხვიდეთ, ბავშვები მოიყვანოთ, დაათვალიეროთ. იქ ისე არის გაკეთებული ინფრასტრუქტურა, რომ ნებისმიერ შეგიძლიათ პატარა ბავშვების მოიყვანოთ და დაათვალიეროთ. ოღონდ გალიაში ხელი არ უნდა შეყოთ. მაინც უსაფრთხოების მიზნით. თორე იქ აგრესიული ძაღლები არც ერთი არ გვყავს. 4-ზე მეტი ძაღლია, შეგიძლიათ ერთი ნაჭერი პური მოუტანოთ, როგორც გითხარით და ასე სულიერი სიამოვნება მიიღოთ აი ამ სიკეთიდან. სიკეთის კეთება მოგეხსენებათ ნორმალ ადამიანს ანიჭებს სიამოვნებას და შეგიძლიათ ისიამოვნოთ აი ამ სიკეთის კეთებით. თორე რაც შეეხება იქ ესე იგი რასაც ნახავთ, ხო? იქ სასიამოვნო ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ პირდაპირ სახეზე ადამიანის ღალატი. ჩემოძეფასება, იმიტომ რომ ჩემთან თავშესაფარში არიან სულ ადამიანისაგან მიტოვებული ძაღლები, ან ადამიანისაგან დასახიჩრებული ძაღლები, რომლებიც გადიან მკურნალობას და მოგეხსენებათ ღალატი და ძალადობა არ არის მოსაწონი და სასიამოვნო სანახავი ღალატის ან ძალადობის შედეგად დამდგარი შედეგი. აი ესე შემოკარგებო, ხო? პარალელურად მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გავაკეთეთ საიტი. ჩვენი საიტი განახლდა, მე მინდა ხო თქვენ გავჩვენოთ. განახლებული ჩვენი საიტი. აი უყურეთ. აი ესე შეგიძლიათ მაგალითად Google-ში ჩაწერთ ესე ინგლისურად. მოდი წამდი გადავიდე ინგლისურზე. მოდი ასე დავდეთ, განს კარგად დავინახოთ. აბადონო. ესე იგი აქ ჩაწერთ dog ძაღლი ინგლისურად იცით ალბათ ყველამ. home სახლი dog home.g ესე იგი და მე დავაჭერთ ზებნას. მე პირდაპირ ესე იგი შედიხართ უყურეთ. გაიხსნა საიტი თამაზ ელიზბარაშვილი ზაღლების თავშესაფარი. აქვე გეტყვით ესე იგი რომ შეხვათ თავარზე ამ საიტზე რომ შეხვათ, აი უყურეთ ხელ მარჯვნივ ზევით აწერია აი წითელი ესე იგი ფანჯარა გამოვიდა აწერია კამერა. ლაივ და ნუ კამერა ქართულად. აი ამას ესე იგი რომ დააკლიკავთ, ხო, მიიტანთ ესე იგი ისას. ორჯერ დააჭერთ და უყურეთ ნახეთ რა ხდება ახლა. კეთი ამსალია რა გინდა? ის რაღაცა ძაღლი მოიყვანეს ვაკეში, ლეიშმანიოზი ქონდაო, ეხლა ისაო საბუთები უნდა გაუკეთოთ, გერმანიაში უნდა წავიყვანოთ და თამაზი მითხრა აქ მოიყვანეთო და საქმის გულში ხარ? საქმის გულში მე ვარ, მაგრამ შენ თუ ხარ, რომელი ძაღლია, იცი? ჭავჭავაძის 11-ში რომ უნდა მეგეყვანა. ბოლომეტო. იქ საგაიჯოში უნდა წამიყვანა, ეგ ძაღლია? ეგ კურცხალია? ეგ კურცხალი არის, კი, ეგ კურცხალი არის. გერმანიაში საბუთებს უნდა დადებ, ხო და? ანუ პირდაპირ ლაივში ხარ, რა? რასაც ჩახარ პირდაპირ. არა, არ ვიშუქებდა გენეცა. მოდი კაცო, მოდი თუ გინდა, რამე ხوارი მინდა. კეთი,
ეგ ზაღლი შეიყვანე იქ სადაც ის ზაღლი ყავდა ლადოს მოყვანილი ხო იქ შეიყვანე და მოკლედ დანაშეს მე გეტყვი ხო დამაცადე ლაივში ვარ ესე იგი უყურეთ შემოძვირფასება გამოვიდა კამერები შეხედეთ რამდენი კამერა გამოვიდა 1 2 3 4 5 6 7 8 ნებისმიერ კამერას რო დააჭერთ ესე დავაჭიროთ თქვათ პირველ კამერას დავაჭიროთ ხო მე ვიდან დავაჭერთ ორჯერ შემდეგ დავაჭერთ აი აქ ამ სამკუთხედს და აი შემოგარგება ხედავთ ნახეთ აბა რას ხედავთ ახლა ეს არის თავშესაფარის ადმინისტრაციის ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციის მოედანი აქ ხედავთ თქვენ 46 ვოლიერი 47 48 49 და 50 ყველა ვოლიერი საწერია თავისი ნომერი 46 ვოლიერი ის უბრალოდ 47 ვოლიერი 46 არ არის აქ 47 ვოლიერი ესე იგი ამ ყველა ვოლიერში სახლია და ცხოვრობენ ბინადრები მაგრამ რიგრიგობით წინ მოედანია ვოლიერების წინ არის მოედანი და ვოლიერებს ვაღებ და ზაღლები გამოდიან წინ ახლა ორი ზაღლია გამოსული და დასევნობენ თავში დაბოდიალობენ შემდეგ რო შეუშვებთ ესე იგი აი ამ ზაღლებს ვოლიერში შემდეგ გავაღებთ 47 ვოლიერს და გამოვა რატო იმიტომ რომ ეს ზაღლები ერთად რო გამოუშვათ ერთმანეთთან არ მეგობრობენ და შეიძლება იჩხუბონ და აი ამიტომ აი ესე დადიან წინ ანუ ამით მე ისე თქმა მინდა თქვენ ნებისმიერ ადამიანს შეგიძლიათ შებრძანდეთ ჩვენს ესე იგი საიტზე განახეთ ისე უკან დავბრუნდები ეგურეთ აბატონო ეს არის ესე იგი ჩვენი საიტი რომლის მისამართია .com/g შედიხართ ამ საიტზე და სანამ დაიწყებთ ამ საიტის დათვალიერება შეგიძლიათ თქვენ პირდაპირ შეხვიდეთ პირდაპირ ჩვენების კამერაში სოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ნებისმიერი ქვეყნიდან შეგიძლიათ პირდაპირ აი ამ კამერების პირდაპირ შართვის კამერების საშუალებით უყუროთ რა ხდება ჩემთან თავშესაფარში ახლა წარმოგიდგენიათ რამხელა კომფორტია ნებისმიერი ადამიანის რომელსაც აინტერესებს თავშესაფარის ბინადრების ყურება ან თანამშრომლები როგორ მუშაობენ ხო აი ეს არის ღიაობა ეს არის გახსნილობა აბა რომელი თავშესაფარია ჩემო ძვირფასებო აი ესე აღჭურვილი კამერები და აი ესე პირდაპირ რომ შეგეძლოთ დათვალიერება თავშესაფარის შიდა პერიმეტრის ნებისმიერი სახელმწიფო თავშესაფარი რომ ავიღოთ საქართველოში ხო იქ პირიქით შესვლაც კი შეზღუდულია აი გავხსნათ ახლა მეორე კამერა უყურეთ მეორე კამერა ეს არის მეორე იარუსი თავშესაფარის აბა ვნახოთ რა ხდება ახლა იქ ესე იგი ნებისმიერი თავშესაფარი სახელმწიფო თავშესაფარი გავხსნათ დიდად ესე იგი გავშალოთ აი აქ ესე იგი ზევით წერია აი ყურეთ თარიღი 6 თებერვალი 2025 წელი და აქ არის საათი ესე იგი 15 საათი და 02 წუთი ესე იგი ნებისმიერი თავშესაფარი საქართველოში და არა მარტო საქართველოში ხო თითქმის დაკეტილი დახურული და არავის არ აქვს იქ შესვლის უფლებაც კი დაწესებულია საათები რომ შეხვიდეთ და დაათვალიეროთ სადაც 2 საათი და მგონი ყველასაც არ უშვებენ იქ და ჩემთან 24 საათი შეგიძლიათ ნებისმიერ ადამიანს მოგზავნეთ დაათვალიეროთ ეს არის თავშესაფარის მეორე იარუსი ნახეთ რამდენი რაღაცა მაქვს გაკეთებული და მე ვიღაცა რომ მოbrunდება და ჩემზე რაღაცას რო იტყვის შემოbrunებულ სიტყვას ხო იმას რომ უნდა მოუტყნა ის დედისტრაკი რა ეს ყველაფერი ჩემი ფულით არის გაკეთებული თქვენ თუ ხომ არ გონიათ რომ სახელმწიფო დამიდგა რამეთი გვერდში რამე მოცა ან ერთი თეთრი პირიქით ხელი შეშლის მეტი არაფერი გავუკეთებია ან ვინმე მეხმარება ეს ყველაფერი გაკეთებულია ჩემი ჯიბით და უკვე 23 წელი ეს თავშესაფარი ფუნქციონირებს ესე იგი აგერ თუ ხედავთ უყურეთ ზაღლი ეს პირველი არის მეცხრე ვოლიერი აქ მეორე იარუსის მეცხრე ვოლიერი აი ეს ლამაზი ზაღლი როგორ წევს აი აქ ნახე როგორი მოწყენილია თუ ხედავთ აი დააგვირდით წევს საწყალი თავი აქვს ესე იგი ჩამოდებული და აბა თუ მიხვდებით რას ნატრობს და რა ენატრება რა თქმა უნდა პატრონი ენატრება და პატრონზე დარდობს კი აი ესა დაბატიმრებული მიუხედავად იმისა რომ ფართი დიდი არის და შეუძლია გადაადგილდეს საკნახით რამდენი ბუნაგია თვითონ აი აქ რაზეც წევს მაგის ქვეშ არის ორი ბუნაგი ერთი შესასვლელი აქედან არის მეორე აქედან და პლუს კიდე დიდი ხის სახლი დგას ორ ადგილიანი
მაგრამ ამ ვოლიერ შეზაღლი არის მარტო. რატო? იმიტომ რომ ვერ ეგუება სხვა ზაღლებს და ამიტომ არის მარტო. თანაშენ ვოლიორებში ახ თუ ჩაიხედავთ, ხო? აი აქაც, აი აქ შეხედეთ ეს 23 ვოლიერი მოპირდაპირე მხარეს, აი აქ ზაღლი არის შესული, ბუნაგში არის. აი ეს ზაღლი ნახეთ, ნამხელა ქართული ნაგაზია, ეს 24 ვოლიერი თავი ჩანს აქ. ამის ხო და თანაშენ ზაღლები შესული არიან ბუნაგებში, რატო? იმიტომ რომ აი აქ კიდე ნახეთ შორს ერთი ზაღლი ასული არის. რატო? იმიტომ წვიმა არის, ახლა წვიმს თავშესაფარში და ზაღლები ბუნებრივია შეფარებული აქვს ზაღლებს წვიმისაგან თავი, ზოგი ნავეშია, ზოგი სახლშია შესული. კარგით, გადავიდეთ ესე იგი შემდეგ კამერაზე. ეს მეორე კამერა იყო, რაც ჩაგერთეთ, გადავიდეთ ჩვენ. გადავიდეთ შემდეგზე. ეს არის მესამე კამერა. აბა გავხსნით, ნახოთ რა ხდება აქ. ცოტა ხანი დავეროდოთ, გაიხსნება. აი ყურე ჩემო კარგებო. ნახეთ. ეს არის თავშესაფარის შემოსასვლელი. აი ყურეთ, აი წინ ლამაზად გაფორმებული ეს შენობა როა, ერთი ეს არის სამორიგეო. აქედან ესე იგი შემოდიხარ თავშესაფარში და თავშესაფარის ესე იგი მარცხენა, ხელი მარცხნივ არის პირველი მოედანი. ეს არის პირველი მოედანი. ნახეთ ვოლიორები, ყველა ვოლიორს აქვს თავისი ნუმერაცია, ამ მოედანზე არის სულ 8 ვოლიერი. ესე იგი პირველი ვოლიერი, აქ ნუმერაცია აქვს ყველა ვოლიორს, პირველი, მეორე, მესამე და ასე შემდეგ. უყურეთ. აქაც იგივე პრინციპი არის. ზაღლებს პერიოდულად უშვებთ, უღებთ კარებს და პერიოდულად გამოდიან ესე იგი აქ ტერიტორიაზე, სეირნობენ. შემდეგ რომ მოჩებიან ესე იგი სეირნობას გარკვეული დროის მერე შევიყვანთ ვოლიერში, შემდეგ მეორე ვოლიერს ვაღებთ და ასე შემდეგ. აი თანამშრომლებსაც აქედან უყურებ როგორ მუშაობენ, აქ ხედავთ, ხო? მეორე ვოლიერში არიან შესულები, იქ რამოდენიმე ზაღლი არის, რომელიც მკურნალობას გადის და ინა ექიმს ხედავ ახლა იქ და ორჩემ თანამშრომელს ნოდოს და თემო ჯავოიანს და ამუშავებენ ზაღლებს. ხო. შემდეგ გადავიდეთ ახლა შემდეგ კამერაზე. აბატონო. თავშესაფარი საერთო ჯამში 2500 კვადრატულ მეტრზე არის, ესე იგი. ნაშენებული 2 აუზსად არის. აბატონო, ეს არის ესე იგი შემდეგი ვოლიერი ვიყურეთ, აი 39 მე-40 51 ვოლიერი. აქაც იგივე პრინციპი არის. ყველა ვოლიერს თავისი მოედანი აქვს, სასეირნო და პერიოდულად ვუღებთ კარებს, გამოდიან სეირნობენ. მიუხედავად იმისა, რომ წვიმა არის, ეს დიდი ტანის ზაღლები დადიან და სეირნობენ, მაგრამ რო შეხედავთ კამერებში ჩემო ძვირფასებო, ალბათ თქვენს დამეთანხმებით, რომ ციხი არის ზაღლისთვის თავშესაფარი რა. გამოჯამთელებული ზაღლი თავშესაფარში არ უნდა რჩებოდეს, უნდა გავიდეს ისევ თავის საცხოვრებელ ტერიტორიაზე, ანუ თავის ლოკაციაზე, საიდანაც შემოვიდა. რატო? იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, ზაღლები შეხედეთ ამ ხელ ტერიტორია დადიან და სეირნობენ, მაინც ვერ გზნობენ თავს თავისუფლად. აი შეხედეთ, ნახე, ეს როგორ მოწყენა გწევს ერთი ზაღლი აქეთ. Добрат. გადავიდეთ ახლა შემდეგ კამერაზე. ზეგეს ხო მე-4 კამერა, ახლა გადავიდეთ მე-5 კამერაზე. ზეგი სერგვა რა ტელეფონზე რა.
აი ნახეთ როგორ პირდული მყავს აქ. ძალიან მაგარი ტიპი, ეს უკვე 3 წელი აქ არის თავის საფაში. მოდით პალაჟენია მიყავს რა ტიპს რა. მაგარი ტიპია ძალიან. კარგით, გადავიდეთ შემდეგ კამერაზე. ისე 8 კამერის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელოთ, დათვალიეროთ. დაათვალოთ თავშეფარი. კიდევ 2 კამერის დამატება მინდა. შიდა ოთახებიც თუ დაგათვალიერებინოთ სახლიდან გაუსვლელოთ. ეს ეგრეთ წოდებული ბოლო მოედანია. მოშევედით ეს დაწყალი ზალი გამოვიდა წვიმაში დასერნოს. გარეთ. დანარჩენები სახლებში არიან აგერ შესულები. აგერთოდ შეხედავთ აგვირდებით. აგერთოდ შეხედავთ აგვირდებით. აქ არის ესე იგი 30 ვოლიერია ეს გაღებული 30 ვოლიერი და ამის ბინადარია გამოსული წინ და დასერნობს აქ. რომ მოჩება სერნობას მე შევუშვებთ ისევ ეს კამერა ცოტა გასასწორებელია, ქერდულად აჩვენებს. ეს ზედა იარუსის ლევკების ვოლიერებია აქ. ალო გამარჯობა, ესე იგი რეკავთ მოგლეთ და ალო ზარი იყო თქვენი გამარჯობა. რომელი ხაზმა? მე თამაზი მქვია. მომისლე, პოსტზე რეკავდი ახლა დავთაშენითი და გავთქვი ძმა. შენი ძმა ვინ არის ბიჭო? ხოდა ძმას მოგმართ ძმა შენ. მე შენი ძმა როგორ ამარ? თო მე არ ამყავს ძმა. ის შემოგულეთ მაგ, მე თაგაგიმოჯოს მოხდა, მე თაგაიხავ. რა გინდა მითხარი ახლა, რას მიედ მოიდები ხა, დროზე მითხარი რა გინდა თა. ინტელექტი ნახეთ, მაგრამ პოსტუ აისო გასაჩქებელიო და მაგ თემაზე გირეკო ძმა. ბიჭო, მე დაკავება რო არის, ხო ხედავ რომ დაკავება, რო რეკავ ახლა, შენი შემეშინდება და საქმეს გავწყვიტავ და შენ გიპასუხებ თუ როგორ არის შენი საქმე თო. რა მე ზილობიან გელაბალგები შენ შემოგულება მე საქმეზე გირეკავ შენ შემოგულება ხა შენ მე აღშენ რომ შემომოლე ხალი ხوارა შემომოლე მოდი აქ და ნახე დაათვალიერე გვყავს კანეკორსები ბევრი თავისაფარში არა ხოდა მე ინტერნეტში ნახეთ მაგრამ ხო ნახე მეთქი რო ნახე მოდი მეთქი გვყავს და მოდი ხოდა შენ აფრიკაში ხარ ხოდა აფრიკაში ვარ კი აფრიკაში ვარ ხოდა მეტი არ დაგამიწვა მე ბიჭო რატომ ელაპარაკები ეხლავდეს გითხარი მოდი მეთქი და ნახე ძაღლი და თუ მოგეწონება გაჩუქებთ ხალხებმა შემოგივლე კარგად იყავ 4 ძაღლი ყავს მოსახი ეგ არ მაინტერესებს რამდენი ყავს შენ კაცო მოდი გაგესაუბრები და თუ გადავწყვიტეთ რომ გაჩუქოთ ძაღლი გაჩუქებთ კარგად იყავ რამდენი ლაპარაკიციან ამ ჩემს გადაგერეულებად თო გაგიჟდება რაღაცი რა ხო მოგლეთ ესე მოდიშით ესე არ დამასადა ამ ჩემისავ რა რეკადო და უკაცრავად ერთი წამით თანახოთ ესე იგი ხო ამ საიტს გაჩვენებდით ახლა რა აბატონ აესია ესე იგი უკაცრავად საწავიდა ესე იგი ჩავწეთ ესე Google-ში document.g აბატონო შემდეგ ესე იგი გადავდივართ ხო ძებნოზე ეძებს და შევედით ამაზე ელიზბარაშვილის ზაღლების თავშესაფარი ესე იგი როგორც გითხარით ხელ მარჯვნივ არის აი აქ წითელი ფანჯარა სადაც წერია კამერა და გაჩვენეთ ესე იგი აქ რო დააკლიკავთ პირდაპირ რეჟიმში გამოდის 8 კამერა და შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლათ და ათვალიეროთ თავშესაფარი ეს ერთი და შემდეგ ესე იგი დავიწყოთ თავშესაფრის დათვალიერება ჩამოდიხართ აი აქ ესე იგი ჩამოწევ და თავშესაფრის ესე იგი პირველ გვერდზე არის დადებული ყველა ის ზაღლი რომელიც მივიღეთ თავშესაფარში დაწყებული
2010 წლიდან. იმიტომ 2010 წელს გავაკეთეთ ჩვენ ეს საიტი ეს გვერდი. და ყველა ძაღლის სურათი არის ჩვენ საიტზე. პირველ გვერდზე არის ახალი მიღებული ძაღლები. მაგალითად გავხსნათ აი ეს. ხო ესე იგი ძაღლის სურათთან რომ მიიტანთ ისას და ორჯერ დააკლიკებთ, ხო იხსნება ძაღლის ესე იგი ეგრეთ წოდებული ანკეტა. აიღურეთ დავაჭირე ესე იგი და გაიხსნა აბატონო ესე იგი კანეკორსო ჯიშის ძაღლი და წერი ესე იგი რა როდის შემოვიდა ეს ძაღლი თავშესაფარში. წერეთ თავშესაფარში მოხვედის თარიღი 5 თებერვალი 2025 წლის. ანუ გუშინ მივიღეთ ეს ძაღლი და წერი აქ ყველაფერი რამდენი წლის არის ძაღლი ჯამთელია ძუარის თუ ხვადი ხასიათი ესე იგი როგორი აქვს და აქ შეგიძლიათ ესე იგი დაწეროთ კომენტარები ნებისმიერ ადამიანს კომენტარი შეგიძლიათ დაწეროთ მოგეთ აი ამ საიტის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ შებრძანდეთ გვერდზე და დაათვალიეროთ თავშესაფარში არსებული ძაღლების სურათები და წაიკითხოთ მათ შესახებ ინფორმაცია შეხედეთ რამდენი ძაღლები გვაქვს ესე იგი შეხედეთ აი ესე შემოძვირფასება და შემდეგ ისე გადადიხართ შემდეგ გვერდზე აი აქ ესე იგი ის არის და გადადიხართ სხვა გვერდებზე და მოგეთ ვისაც გაქვთ ესე იგი სურვილი შეგიძლიათ დაათვალიეროთ საფრთხიდან გავუსწროთ ჩვენი გვერდი. კარგით, ეხლა მე გადავხედავ თქვენ თუ რობინე სამი კითხვა გაქვთ. ვეცდები რომ თქვენ კითხვებზე გავცე პასუხი. უმეტესობა არის გაიხარით და რა კარგია. კი, ნამდვილად კარგი არის. ესეთი თავშესაფარი რო არსებობს საქართველოში, მაგრამ კარგი იქნება ძაღლებს თუ არ მიატოვებენ და თუ ამდენი ღალატი არ იქნება, ამდენი ძაღლი თუ არ იქნება ქუჩაში, თუ იქნება კანონი, რომელიც ამას დარეგულირებს და ამ კანონს უნდა მიიღება, მაგრამ ჩვენ თავრობას სირზე კიდია და არ ღებულობს კანონს. კარგი, ახლა მოდით თქვენთან ერთად რამოდენიმე ზარს ვპასუხებ და მე დაგემშვიდობებით. თქვენი რჩევას ვჭირდება. და დავიწყოთ პირველი ზარი 551 25 20 23. აბა ნახოთ რა მოხდა. ალო გამარჯობა ზარი იყო თქვენი გამარჯობა კი ბატონო აბა მითხარით რა შეასაქმე განაცხადი და ჩვენი უკავს კავკასიუმისა გერმანული ნაგაზი და ერთი თვის წინ დაეწყო ცხრიდან სისხლის წენა მე უნალეთ წამლები აქ ხაშურიდან ვართ არის ვეტერინარული კლინიკა და ცოტა შეუწყდა მე ეხლა ისევ დაეწყო სისხლის წენა და ტესტი გავუკეთეთ კლინიკაში და აღმოჩნდა ლეიშმანიოზი აჰა ხო და ეს თვალებიდანაც მოსდის თეთრი უწვიდავს თან ხანგვირილის სითხით და სხვა რაღაცებიდან, მაგრამ მაინც მოსდის თვალებიდან პერიოდულად. თავიდან თქვენ მითხარით, ესე იგი, რომ შეამჩნიეთ სისხლდენა ცხვირიდან, ყავდათ ექიმთან და ექიმა უკუნალოდა. რა დიაგნოზი დაუსვა ექიმა? თავიდან დაუწერა სისხლის შემაჩერებლები გაუკეთეთ და ხო, მე გავუკეთეთ ხო, სისხლის შემაჩერებლები თვალებს უწმინდავდით და 1-2 კვირა გავიდა, თითქოს არ აუშავდა. მე ისევ დაეწყო. სულ კი არ მოსდის, მაგრამ დღეში 2-3 დამოუვა საკმაოდ დიდი ხნით. დიდად დამოუვა. ჩვენ სხვა ძაღლით გვყავს, მარტო ეს კი არა გვყავს, მეორეც გვყავს სხვა. არა, ჩვენ ხო ეხლა ამ ძაღლზე ვლაპარაკობთ და მოდი ამ ძაღლზე ვლაპარაკოთ, კარგით? კი. კარგი, მაშინ პირველი კითხვა მაქვს ესეთი მე. როდის ყავდათ ძაღლი პირველად მიყვანილი ექიმთან? რამდენი დრო გავიდა? მისმენე. 23-ში ყავდა პირველად მიყვანილი. 23 როდის?
იმას იანვარი არ იყო. იანვარს, 23 იანვარს. 23 იანვარს გავდათ მოყოლეთ. მოიტან ისწავლის სახელწოდება. ესე იგი 23 იანვარს 7 ანუ ორი კვირის წინ ყავდათ მიყვანილი ზაღლი, ხო ესეა? კი, ყავდა შეუჩერდა ის სისხლდენა. შეუჩერდა. ცოტა და თვალიდანაც კიდევ გავიგე. არა უშავდა. არა, ეხლა მითხარით ერთი წამით. და შემდეგ მეორე დროდის მიიყვანეთ. მეორედ ყავდა როდის რიცხვი იყო ლენა. რაც ერთი კვირა იქნება, მეტი არა. და სუპერად დავალევინეთ ტრანედექს ვასწრით. არა, ერთი წამით, ეგ ხო არ მიკითხიან. გასაგებ, ესე იგი, პირველად მიიყვანეთ, ესე იგი, ორი კვირის წინ, მერე სადღაც ერთი კვირის მე გავიდა კი ცოტა ხანი და მე უკვე ხა ძალიან როდის მოვიდა, მე კიდე მივიყვანეთ ერთი კვირა იქნება ტექსტის სასახელო. ესე იგი, ცხვირიდან სისხლდენა რო დაეწყებოდა, მაშინ მიყავდათ ექიმთან, ხო? არა, დაიწყო თავიდან სისხლდენა, რომ თავიდან სისხლდენა არ ქონდა, დაწყებ თვალები ქონდა, თეთრად მოსდიოდა. და რომ წავიყვანეთ, ეგ ესენი დაუნიშნა და თქვა რომ ცოტა ხანს უყუროთო და ნახოთო ხო თუ შეუჩერდაო ესეცო და აღარაფერი იყო, მე გადაიტანო და მოიცა, ერთი წამით, მოიცა ძალიან გთხოვთ რა. თქვენ თავიდან მითხარით სხვანაირად, რომ სისხლდენა დაეწყო და მაგიტომ წავიყვან ექიმთანო. ეხლა მეუბნებით სხვანაირად. ნუ თვალიდან ქონდა გამონადენი და იმიტომ წავიყვანეო და რომელია მართალი ახლა გამაგებინეთ. არა, თავიდან კი ქონდა, ისე არ ქონდა შეშამჩნევად კი არ ქონდა, ოდნავ ქონდა მოსწოლებული და ნახეთ რომ ცოტა სისხლივით იყო, მაგრამ ასე წამსყდარი არ იყო. ეხლა არის ეს ერთი კვირა, რაც წასყდება ხოლმე. გასაგებია, სანამ წასყდება, ქალბატონო, სანამ წასყდებოდა სისხლი, მანამდე მიიყვანე და იქ შეამჩნია ექიმა რომ ცხვირიდან სისხლიანი გამონადენიც აქვს, ხო? გასაგებია. და მე რა წამალი დაუნიშნა, რატო დაუნიშნა ეგ წამალი? ვიცი, ტრანედექსი დაუნიშნა, დღეში ვასტაბლეტები იყო და ვასწრებდით ყოველობას. ქალბატონო, ეგ წამალი რა თქვენ მითხარით, ბუასილის სამკურნალო წამალია და რატო დაუნიშნა? აბა რა ვიცი და თვალში ჩასაწვეთებელი დაუნიშნა კიდე. და რატო, რა ჭირსო, რა დიაგნოზი აქვს, რაო, რატო დაუნიშნა? მაშინ არ უთხრავს არაფერი, მაგრამ მე გითხრა რომ მე ტესტი რო გავაკეთეთ, კი გითხრა, ეხლა ეს არისო. ანემიაც აქვსო და ლეიშმანიოზი. ასა და გაგუშა ძაღლი ყავს ეზოში. გასაგებია, ტესტი როდის გავუკეთეთ ლეიშმანიოზის? ერთი კვირის წინ. ერთი კვირის წინ გავუკეთეთ ლეიშმანიოზის ტესტი და დაუდასტურდა ლეიშმანიოზი, ხო? და როგორ თქვენ თუ ესწრებოდით იქ აი ტესტის გაკეთების პროცესში? კი, სისხლი ქონდა შენახული ლაბორატორიაში, აღებული. მე? და ვიყიდეთ ეს ტესტები და თვითონ ექიმა გააკეთა იქ ადგილზე. ესე იგი, ძაღლს აუღეთ ვენიდან სისხლი. კი ბატონო. მერე წახვედით თქვენ სადღაც, იყიდეთ ტესტი, მიიტანეთ კლინიკაში. მივიტანეთ კლინიკაში და თვითონ იმ ექიმა მიიტანეთ კლინიკაში და რა გააკეთა შემდეგ ექიმა? დაასხა ესე იგი. სისხლი დაასხა და ლეიშმანიოზი ესე გააწითლა, ის ორი ხაზი გააწითლა. ორი ხაზი გააწითლა, ხო? თქვენ რო იყიდეთ ის ეგრეთ წოდებული ტესტი რო იყიდეთ სადღაც ზოომაღაზიაში, ხაშურში იყიდეთ, ხო? ხაშურში ვიყიდეთ, კი, ზოომაღაზია. სადავრი ტესტი იყო, რა გითხრათ? ჩინური იყო, უკრაინული თუ გერმანული? უცხოური ტესტია, მოიტანება დავინახო ეს. უცხოეთი ჩემო კოკო ჯამბოა ქვეყანა, ეგაც უცხოეთია ჩვენთვის და სადავრი იყო, მაგას გაგითხებით კაცო. ხო, აი არ ვიცი ნახავ ხა თუ ეწერება ეს ტესტი. ბატონო? ქალბატონო? არაფერი არაფერია, ხო? არა, მწვანე წარწერები აქვს. მწვანე წარწერები აქვს? კი. კარგით, ეხლა ჩვენ მაინც შემიძლია მე ეს მესენჯერში ჩავაგდო ეს. არა, გასაგებია, ეხლა ეს ტესტი თქვენას რამდენი რა გადაიხადეთ ამ ტესტში, რამდენი გადაიხადეთ? რამდენი 60 რამდენი იყო ეს ტესტის ფასი? 70 ლარი ორ ტესტში. ორი ტესტი რა ჯანმრთელობა? აბა რა ვიცი, ერთი არის ესე 4 დანაყოფიანი და ერთი ეს ტესტი ლეიშმანიოზი. მოგატყვილეს, ქალბატონო, მოგატყვილეს. აი, მოგატყვილეს. კარგით, ეხლა მაგას თავი გავანებოთ. კაი, თქვათ ესე იგი, ლეიშმანიოზი არის ეს დაავადება. იმიტომ ლეიშმანიოზისთვის დამახასიათებელია ცხვირიდან სისხლდენა, კი ბატონო. მაგრამ
აბა დააკვირდით ძაღლს ფრჩხილები თუ აქვს გაზრდილი წინა თათებზე და უკანა თათებზე. ფრჩხილები ხო არა გაზრდილი წინა და უკანა თათებზე. ისი არც აგრესიულია. ბატონო, მე ხო არ გეკითხები ძაღლი აგრესიულია მეთქი თუ რა არის. მე გეკითხები ფრჩხილები თუ აქვს გაზრდილი ფრჩხილები. სხვა ისეთი არა. კარგით. ნუ არ გახსოვთ ეხლა ძაღლი არ არის ახლოს რომ შეხედოთ? ძაღლი ახლოს არის რომ შეხედოთ. კიდე სხვა კითხვაც მაქვს ვიზუალურად. კი, ახლოს კი აგერო. ხოდა მე დახედეთ გასო ფრჩხილები გაზრდილი აქვს თუ არა? გაზრდილი რას ნიშნავს იცი? არა, შესამჩნევად არა. ფრჩხილებლად როგორც ხო. ლეიშმანიზმის დამახასიათებელი ფრჩხილები უზომოდ იზრდება, ძალიან ეზრდება და ბოლოში კაუჩს აკეთებს. ან გვალდება ბოლოში და. მასე კარგად აქვს. კარგად აქვს, ხო? თქვენს კარგად აქვს, მე როგორც ვატყობ. კარგად გატყულებთ თქვენს. კარგით, ეხლა და თვალებზე თუ აქვს ბეწვი გაცვენილი, აბა ნახეთ, წრეზე თვალების სიგრძე. არა, გაცვენილი არა. და კი, მაგრამ იქნება და შიდა წნევა აქვს ზაღს და მაგის გამო აქვს ეს ცხვირი და სისხლის დენა კაცო. მადა როგორი აქვს საჭმის? ჭამს საჭმას? კი, ჭამს. საჭმეს ჭამს. რა ჭამს, რა საჭმელს, რა კვებაზე ყავთ? პედიგრსაც ვაჭმევთ და ისეც უკეთეთ ხოციან საჭმელს. პედიგრის რომელ საჭმელს? რომელ საჭმელს პედიგრს? მწვანე ყუთში არის. მწვანე ყუთში არის, ხო? კი. წითელ ყუთში როა ის არ გიცდი. არა, ახლა შეუძლებლად ხომ ასაწოლს. მწვანე ყუთზე რა წერია, ქალბატონო, რა საჭმელს ზავს? არაფერი შედება ხალხსა. დავით დაწერა არ ვიცი, მაგრამ ასე არის. თქვენ გაგისინჯიათ ბოდიშის მოხდით გეკითხებით ქალბატონო, თქვენ თუ გაგისინჯიათ რა საჭმელთ მაგ ზავს? იმ მწვანე ყუთში რა არის? გაგისინჯიათ რაღა სუნით მაინტერესებს ხო ხა ჭამით კი არ გეუბნები ჭამეთ მეთქი კაცო. სუნით როგორი სუნია, როგორ არომატი აქვს? ზრდასრული ძაღლების საჭმელი ვასიაწერია. ზრდასრული ძაღლების საჭმელია, ხო? კი, აფრატედა და მიკრო. კარგით, მაშინ მე რას თქვენ სახელი რა აწერია? სახელი ხო უნდა ეწეროს? ჩაპია, როიალ კანინი, ჰილსი, მიგლიორი, ედვანსი თუ რაჯანდაბაა, კაცო? დოგფუდი ვასიაწერია. ვინი? დოგფუდი ძაღლის საკვებია, მაგას სახელი რა არის? რა ფირმა არის? ვინი აწერია, ვინი? აი თქვენ ეგ სახელი რაც ახლა მითხარით, შეგიძლიათ ინტერნეტით თუ გაქვთ, მე დაგუგლოთ და თუ იძებნება. თუ იძებნება. ოი, აგერ ხათილას აწერია. აი ეგ ნა, კი, აგერ აწერია. ეკითხე და. სახელი რა ხიადება? მე რატო გეკითხებით? მე რატო გეკითხებით მომისმენთ ერთ სამეთ? ყოფილი დაბალანსებული საჭმელი. მე რატო გეკითხებით ქალბატონო ერთ სამეთ უყურეთ? ყველა ესე იგი საკვები, რასაც ეყიდულოთ ძაღლის საკვებს, ჯერ უნდა შეამოწმოთ, აი მასეთი ფირმა საერთოდ არსებობს თუ არ არსებობს და რატო გეუბნებით ამას? თუ არ შეამოწმეთ, ძალიან ბევრი იატაქვეშ სარდაფში დამზადებული ფალსიფიცირებული საკვებია, რომელსაც ხო ძაღლი იძულებულია შეჭამოს, იმიტომ რომ შეა ძაღლს და მაგრამ ეს ავნებს ძაღლს, უფუჭებს შინაგან ორგანოებს და მე საბოლოო ჯამში კვდება ძაღლი. და ამიტომ გეუბნებით, სანამ იყიდით საკვებს, დაგუგლეთ, კაცო, გუგლში ჩაწერეთ ის სახელი, რაც აწერია იმ შეფუთვაზე, დაგუგლეთ და თუ ამოვაგდო გუგლმა და თუ არსებობს ნამდვილად ეგ საკვები, ხო, მე გოლოგრამა შეხედეთ, ტომარაზე უნდა იყოს გოლოგრამული მარკა, მიკრული. კი, არის აგერ. ხო და რო დაგუგლოთ ეხლა მე სახელი, მე მაგ დასახელების შალიკება არ მინახია. დაგუგლეთ, ჩაწერეთ. ქვეყანა საქართველოს აწერია. ხო, მე რა მნიშვნელობა გინდა საქართველოში იყოს, კაცო, საქართველოში არ აკეთებ? Max Pet Food ასე აწერია კომპანია. ძალიან კარგი, თუ ესე იგი საქართველოშია, მაინც დაგუგლეთ და ნახეთ, შეხედეთ, იმიტომ რომ ყველა საკვებს აქვს თავისი შემადგენლობა, რისგან შედგება, რამდენი პროცენტია პროტეინი, კი, აწერია ყველა. რამდენი პროცენტია ცხიმიანობა. აი ეს ყველაფერი უნდა იცოდეთ თქვენ და შესაბამისად თქვენი ზომის, წონის და ჯიშის ძაღლის მიხედვით, რომელიც არის რეკომენდირებული, ის საკვები უნდა მიცეთ. ეს ძალიან ბევრ ადამიანმა არ იცის და გონიათ, რომ ძაღლი არის ღორი და ყველაფერი შეჭამს. ეს არ არის. აი როგორც თქვენ მაგალითად შეიძლება თქვენ ცხარე საჭმელი გწყენდეთ, მაგრამ მეგრელებს უყვართ ცხარე, კაცო. ხო და თქვენთვის შეიძლება არ იყოს ეს რეკომენდირებული და გავნოთ.
აი ესეა ზაღზეც, ამიტომ არის რომ დააკვირდეთ ყველაფერს. თავის აი სისხლდენა ცხვირი და რო აქვს, ხო? შეიძლება გამოწვეული იყოს არასწორი კვებიდანაც კი, გესმით? ამიტომ გეუბნებით ეხლა ექიმი ეხლა ამდეს არ დაგელაპარაკებათ. მე რასაც თქვენ გიხსნით და გასავლით, ამას ექიმი არ გეტყვით. ექიმს ესე იგი ჭირდება ბევრი პაციენტი, რომ ბევრი ფული გააკეთოს, კაცო და ეხლა თქვენ ვინ დაგიждდება დამნეს ვიგელაპარაკებათ არავინ, ხო? ამიტომ გეუბნებით. კარგით, ეხლა აქ ორი ვარიანტი გვაქვს ჩვენ, ან არის ეს დაავადება გამოწვეული, სამი მიზეზი შეიძლება არსებობდეს. ერთი მიზეზი შეიძლება იყოს მექანიკური ტრავმა მიიღო ძაღლმა, კაპილარები აქვს დაზიანებული პერიოდულად, ესე იგი ეს კაპილარები სკრება და სისხლი მოდის. ამიტომ ეს თუ გამოვრიცხოთ, კითხვას დაგისვათ, რამე ტრავმა ხო არ მიიღო ძაღლს, ან მანქანა ხო არ დაეჯახა თავზე, ან ვინმე ხო არ დაარტყა რამე, ან ხო არ გადმოვარდა თავი ხო არ დაარტყა. გამორიცხავთ ამას, ხო? მეორე ვარიანტია, შიდა ქალის წნევა ხომ არა აქვს ძაღლს, ანუ და ამის გამო აქედან გამომდინარე ხომ არ აქვს ეს სისხლდენა სხლი. უნდა გავიქოთ ახლა. რა ხნის არის ძაღლი, მითხარით? ძაღლი არის წლის და 6 თვის. წლის და 6 თვის, ხო? კი. კარგით, ნუ ეგ როგორ უნდა გავიგო და მაგას სპეციალური ანალიზები ჭირდება და სამედიცინო რაღაცა წამალი, მაგრამ რა ვიცი, ცოტა ფასით კარგი ქონდა. არა, მომიშლეთ ერთი წამით. ნუ თქვათ ეხლა შიდა ქალის წნევა, თქვათ გამოვრიცხეთ, კარგით. მაგრამ მე რატო გეუბნებით, თუ ფრჩხილები გაზრდილი არ აქვს, თუ თვალის გარშემო არ აქვს, ესე იგი თმა გაცვენილი და მადაც თუ აქვს ზაღს და კარგად თუ ჭამს, ხო, მაშინ ასეთ შემთხვევაში ლეიშმანიოზი გამორიცხული არის, კაცო. კი, ჭამს, ჩვეულებრივად ჭამს დღეში რამდენჯერმე ჭამს, კი. ხომადობა არა თუ საერთოდ. მე რატო გეუბნები, თუ ძაღს არ აქვს ლეიშმანიოზი, თუ ნამდვილად არ დადასტურდა ეს დაავადება, ხო? ჩვენ რო დავუწყოთ მკურნალობა ძაღს ლეიშმანიოზზე, ძალიან ცუდი შედეგი დადგება. უკუჩვენება აქვს ძალიან ძლიერი აი ამ ქიმიას, რასაც ლეიშმანიოზის დროს უკეთებენ ძაღს. და ეს ძლიერი ქიმია, ესე იგი, თუ არ არის საჭირო ძაღლისთვის და თუ არ აქვს ლეიშმანიოზი, მოკლავს ძაღს. აჰა. ამიტომ გეუბნებით. და აბა ეს ტესტმა რო თქვა და რატო თქვა? კარგით, რადგანაც ესე იგი თქვენ გჯერათ მაგ ექიმის და ფიქრობთ, რომ ძაღს აქვს ლეიშმანიოზი, მაშინ კუნალობის კურსის ხო დაუნიშნა ძაღს? ლეიშმანიოზი კუნალობის კურსი დაუნიშნა? დაუნიშნა 3 წამალი დაგვიწერა. აბა რა წამალი დაუნიშნა? გამოანათემოდი დედა. პირველი არის ალოპურინოლი. ეს არის ღვიძლის გამაძლიერებელია, შემდეგ. მეორე არის ჰეპატარილის აბები 10 ცალია. ეგაც იგივე არის, ღვიძლზე არის. და დოქსიდენკი 100 მგ-იანი 20 აბი. ბოჩა? კი, ეს 3 დაგვიწერა. ესე იგი, აქედან თქვენ რა ჩამოთვალეთ, ლეიშმანიოზის სამკურნალო არც ერთი არ არის. ლეიშმანიოზის სამკურნალო პრეპარატი არის საქართველოში გლუკანტიმი ქვია, ნემსი არის ესეთი, რომელიც კამქვეშ კეთდება. ან ესე იგი, მილტეფორანია ესეთი, რომელიც უცხოეთში, ესპანეთში ყიდია, მაგრამ ესპანური წარმოების არის. მილტეფორანი არის სიროფის სახით არის. ასევე ინექციაც არის, მაგრამ სიროფი პროდუქტია საკვებზე დაასხავთ და ჭამს, ესე იგი, გადაყლაპავს იმ სიროფს აპირში ჩაასხავთ პირდაპირ. კი ბატონო. მაგრამ მაგას აქ ვერ იშოვეთ, თან ძვირია გაცილები და გლუკატემი იშოვეთ მაშინ. და თქვენ თუ შეგიძლიათ ნემსის გაკეთება მათ ადგილზე. კი. თუ არა ჩამოიყვანეთ ჩემთან, მოიტანთ ამას, მე ვიღებ ძაღლს 21 დღე ჭირდება მკურნალობის კურსს, 21 დღე მეყოლება უმკურნალებ და მე გაგატათ უკან. აჰა, და გადასახადი არის რამე? არაფერი დაგეხმარებით, მე არაფერი არ გექნებათ, მარტო წამალი უნდა იყიდოთ ძაღლისთვის. აჰა, კარგი. ძალიან დიდი მადლობა. წამალი ჩაიწერეთ, ხალბატონო, მადლობას მომეუბნებით. მითხარით აბა ზუსტად სახელი? გლუკანტიმი ესეთი წამალია. გლუკანტიმი. მე SMS-ით მოგცეთ ამ ნომერზე, SMS-ით მოგცეთ. ავერსი არის, ავერსი საფთიაგებშია, PSP-შიც არის. მაგრამ დეფიციტია ხოლმე ხშირად. უნდა იშოვოთ. თქვენ აღჭირდებათ საერთო ჯამში 21 ამპულა. რამდენი კილოა ძაღლი წონით? 40 კილო იქნება. 40 კილო, მაშინ ცოტა მეტი დაჭირდება. 40 კილოზე სავარაუდოდ დაგჭირდებათ 30 ამპულა გლუკანტინე. აჰა, გლუკანტინე. მოგცეთ ამას ყველაფერს და იშოვეთ წამალი. თუ ადგილზე ვერ გაუკეთებთ, კიდე გიმეორებთ. დღეში ერთხელ უნდა გაუკეთოთ კამქვეშ ეს ნემსი. თუ ადგილზე ვერ გაუკეთებთ, მაშინ მოიყვანეთ და ჩვენ დაგეხმარებით რა. დავიტოვებთ და უნდა. ძალიან კარგი. ამას ჭირს საწინააღმდეგო ნექსკარტიც აქვს დალეული.
ნეგზგარდის ჭირის საწინააღმდეგო არ არის ქალბატონო. ნეგზგარდის სხვა პარაზიტების საწინააღმდეგო პრეპარატია. კარგი, წავედი, მოგეთ თუ რამე კითხვა გექნება დამირეკეთ. ბატონო თამაზ, რა მაინტერესებს იცი? ეს ზაფხულში ბზიკვა უკბინა და რამე ხო არ იქნებოდა მაგის გამოწვეული. ედგენებოდა. ჩაყლაპა ბზიკმა და უცბად ცოტა შესწირდა დექსამეტაზონის გაუკეთეთ სხვა ის მივეცი ანტიალერგიკული. გააჩინე ქალბატონო, ბზიკის ნაკმევნა შეიძლება გამოიწვიოს შეშუპება, შეიძლება ალერგიული ფონი წავიდეს, ალერგია მიცეს აქვს, მაგრამ როგორც ასეთი, ხო? სახე გაუსვიდა და მალე მოიხსნა რომ გაუკეთეთ დექსამეტაზონი. მაგას გეუბნებით, ალერგია მიცა, დაუსვიდა, მაგრამ რომ ეცემთ დექსამეტაზონს, კი ბატონო, დროთა განმავლობაში ჩაუცხრება. კი, არის ასეთი შემთხვევები. ასე რომ საშიში ბზიკის ნაკმევანი საშიში არ არის. თუ დროულად მიხედეთ. კი, კარგი. კარგი, თავადროებით ნახვამდის. ნახვამდის. ბიჭო, ეს ერთი ცოტა გაგვიზრდა საუბარი, მაგრამ რა არის ის არ შემიძლია რომ ადამიანი რეკავს, ხო? უნდა დაუღეჭო და ესე იგი მივაწოდო მთელი ინფორმაცია და მოკლედ ამას კიდე დრო ჭირდება და შეიძლება დაგვარა დროს ამაქვს, რომ ესე მინდა რომ აუხსნა დეტალურად ჩემო ძირფასება მოდი ხა ეს არია კიდე ერთი 6 ზარია, მაგრამ მოდი ამ ზარს დავურეკავ, თუ ხასიათი არ გამიფუჭეს, ხო? სხვა ზარებზეც დავურეკავ მერე. ესე იგი 5950384. ალო, გამარჯობა. გამარჯობა. ზარი იყო თქვენი, ჩემო კარგო. კარგად ხარ. თქვენ ძაღლის შესაფარი ხართ? ძაღლის შესაფარი ხართ? ძაღთა შესაფარი ვართ, დიახ. იცით, ასეთი სიტუაცია მაქვს. ძაღლი ვიპოვე, 2 თვის არის დაახლოებით 2 თვის. და შეიძლება თუ მე სახში ბინაში ვცხოვრობ, ძალიან აქტიურია და სულ ვსწავლობ და ვერ ვიჩერებ სახში. თუ შეიძლება რომ მოგიყვანოთ. გენაცვალე. რა კარგად ლაპარაკობ, როგორ ტკბილიანა გაქვს. თან ქართული ცოტა აქცენტი გაქვს ქართულზე და სადაური ხარ? რუსული აქცენტი მაქვს. მე უკრაინაში დავიბადე, გავიზარდე. გაიხარე, გენაცვალე, გაიხარე, ჩემო კარგო. ჯანმრთელობას გისურვებ და წარმატებას გისურვებ ცხოვრებაში. ეხლა მითხარით, ესე იგი მე თუ სწორედ გავიგე, თქვენ ლეკვი იპოვეთ ქუჩაში, ხო? კი, მე პირველი აცრა გაუკეთე. უზის ეხოც სკაპიას გაუკეთე, ანუ ყველაფერი კარგად აქვს, ჯანმრთელია. ერთადერთი პატარა გასტრიტი აქვს და საჭმელს გავატან თუ რამე სპეციალური საჭმელი მითხრა. გასაგებია. კარგი, ეხლა მე რამოდენიმე კითხვა მექნება, დაგისვავ ამ კითხვას, მიპასუხე და მე გეტყვი პასუხს. პირველი, ესე იგი, რამდენი ხანია ეს ზაღლი თქვენ ყავთ? 1 თვე. 1 თვეა თქვენ ყავთ. და საიდან ყავთ? ვიპოვე ქუჩაში. ქუჩაში იპოვე. რა ხნის იყო რომ იპოვეთ? რა? პატარა ლეკვი არის თუ ძაღლია? პატარა ლეკვია, სადღაც 2 თვის. დაახლოებით 2 თვის იქნება. და თქვენ რომ მოიყვანეთ სახში, საჭმელს თვითონ ჭამდა დამოუკიდებლად თუ სოსკა უნდოდა? არა, დამოუკიდებლად ჭამდა ყველაფერს ნორმალურად. გასაგებია. და ეხლა თქვენ აღარ გინდა ძაღლი რო ყავდეთ სახში ეს ზაღლი? როგორ გითხეთ, მე ვეღარ ვყავდები, ანუ დროში არ მაქვს იმდენი. ახლა ალბათ საზღვარგარეთაც უნდა წავიდეს სასწავლებლად და ვეღარ არ მაქვს მისი. გასაგებია. გავიგე გენაცვალე. მაშინ მოდი ესე გავაკეთოთ. 2 დღე მოგვეცი ვადა. ჩვენ სურათს გამოვაქვეყნებთ ჩვენს საიტზე და ჩვენი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. თქვენ ნომერი მოგწერეთ, სად დარეკოს ადამიანმა, ვისაც უნდა ამ ძაღლის აყვანა, ამ ლეკვის აყვანა და ვეცდებით სახლიდანვე გაგაჩუქებინოთ. გამოქვეყნებიდან 2 დღეში თუ არ გაჩუქდა თქვენი ლეკვი თქვენი სახლიდან, მაშინ მე მივიღებ თავშესაფარში. კარგით? კარგი, მაშინ ლამაზი სურათი გადავუღე ახლა და WhatsApp-ში ამ ნომერზე ჩამიგდე და ეხლავე გამოვაქვეყნებთ. კარგი? ოღონდ იქ მიაწერეთ, ესე იგი, ძაღლის სქესი, ანუ გოგუა თუ ბიჭია, ეგ მომწერეთ, გოგუა და სახელი რას ეძახით ძაღს, ეგას
მომწერეთ. კარგი. და ასევე იქ მომწერეთ ტელეფონის ნომერი, თუ ვინმე გამოჩნდა ძაღლის ჩუქების მსურველი, სად დარეგოთ, ანუ თქვენი ნომერი. კარგი. კარგი გენიცვალე. ახლავე. ეხლავე გამოვაგზავნოთ და ეხლავე ავტირთავთ. კარგი, აბა დროებით ნახვამდის. აბა ჩემო ძვირფასებო, ვინმეს თუ გინათ ეხლავები, მალე დავდებ ჩვენს გვერდზე, ამ ლეგვის სურათს და იქნებ დავეხმაროთ ამ გოგონას ძაღლის გაჩუქებაში. ძაღლი უპოვია ქუჩაში, წაუყვანია, სახლში ყავდა 1 თვე. აჩუქა სითბო, ოჯახური გარემო, მაგრამ სამწუხაროდ მივდივარო და აღარ მინდა ძაღლიო ჩემო ძვირფასებო. კარგით, მოდით ახლა შემდეგ გზას შევეხმაროთ, კარგით? ძალიან უჭირთ ძაღლებს, რომლებიც არიან, ესე იგი, სახლში მოხვედრილები ადამიანთან და ნახეს ოჯახური სითბო, ოჯახური გარემო. შემდეგ თავშესაფარში მოხვედრა ამ ძაღლებისთვის არის ძალიან დიდი ტრაგედია. ხო და ჩემი თხოვნა იქნება, როცა ქუჩაში ნახავთ, ლეკვი იქნება თუ ძაღლი იქნება, თუ არა გაქვთ იმის საშუალება, რომ ეს ძაღლი თქვენთან დარჩება სიცოცხლის ბოლომდე, არ წაიყვანოთ სახლში, არ აიყვანოთ, ეცადეთ რომ ქუჩაში მიიკეთოთ და ქუჩაში გაზარდოთ. იმიტომ რომ სახლში რომ მიიყვანოთ, სახლის სითბოს რო აჩუქებ, მერე უკვე ქუჩაში დაბრუნება ამ ძაღლებისთვის არის ჯოჯოხეთი. ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება, ჩემო ძვირფასებო, რომ ქუჩაში რო ნახავთ ძაღლს, კიდევ მეორე, თუ არ შეგიძლიათ ეს ძაღლი ცხოვრების ბოლომდე ეყოლიოთ სახლში ნუ წაიყვანთ. ეცადეთ ქუჩაში მიიგებლოთ. აბა მოდი შემდეგი უჩ 4 საათი ხდება. ალო, დიახ, ზარი იყო თქვენი, გამარჯობა. ძაღლების დიახ, ძაღლების თავშესაფარში. ბატონო თავად თქვენს დაგერ. დიახ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. გაიხარეთ. დიახ. წყდება თქვენი ხმა, თუ შეგიძლია, ცოტა. გაასწოროთ. და ეხლა აშკარად მატყობს ცალთვალზე აქ აპკისნაირი გამონაზარდი, აი პრაქტიკულად რომ გადააფარებ ჟამეს, აი ისეთი აშკარად გამოხატულია და ვფიქრობ, რომ ეს პროგრესირებადი დაავადებაა და მეორე თვალზეც არ გადაუხდეს და შეიძლება თქვენთან ესეთ შემთხვევებს ვიკურნალოთ? მე გეტყვით ახლა, არა, ჩვენ ოპერაციებს არ ვაკეთებთ. მიყვავს კლინიკა აიბოში. ან ისეთ კლინიკაში, სადაც თქვათ შესაბამისი სპეციალობის ექიმი არის. და ვეხმარებით ქუჩის მიუსაფარ ძაღლებს და ამ ძაღლს ესე იგი მე ვერ გავიგეს. თქვენი ძაღლია პირადი თუ ქუჩაში ყავთ მიკებლებული? და მე ქუჩის ნავი რამდენიმე ხანი. ესე იგი ქუჩიდან ავიყვანეთ ძაღლი, ხო? კი ბატონო. და მერე? შეფარებული და აი თვალზე ესეთი რაღაცა და მე ვფიქრობ, შევატყვეთო აი დოლობის პრობლემაა თან ხედავს და მე ისინი არ გადმოვიდეს მეორე თვალზე და კარგი, მოიყვანეთ ჩვენთან ძაღლი, ნახავთ ძაღლს და თუ ესე იგი მკურნალობა ჭირდება, გადავიყვანთ სპეციალისტთან, რადგანაც ქუჩაში ყავთ მიკეძლებული ძაღლი, გადავიყვანთ სპეციალისტთან, თვალის სპეციალისტთან და თუ მკურნალობას ექვემდებარება, ვუმკურნალებთ. თუ ადგილზე შეგიძლიათ უმკურნალოთ, ადგილზე გაგატანთ და მე იქ ადგილზე უმკურნალებთ. თუ საოპერაციოა, ოპერაციაში ზაგეხმარებით.
წყდება თქვენი ხმა არ მესმის, ვერ გავიგე. კი ბატონო, კარგით, როცა მოახერხებთ მოიყვანეთ სავლე მაშინ. თქვენ სად ხართ ტერიტორიულად? მე საფაშორის საკუთარი სახლი გვაქვს იქეთ თონეჯალისზე და იქეთ ყავს ის სახლი. ახლოს ყოფილიყართ მე ჩვენთან, კაცო, არ ხარ ძალიან შორს ხო და როცა მოახერხებთ კლინიკა სად არის უკაცრავად? კლინიკა თავშესაფარი არის თავშესაფარი უკაცრავად. გრიგოლ ორქიფანიძის 26 ნომერი, ყოფილი კაიროს ქუჩა. აეროპორტთან არის ახლოს. აეროპორტთან ახლოს. კარგით, ბატონო. გაიხარით, კარგით, ნახვამდის. კარგით, შემოძვით ფასება. მოდი ახლა ერთი ზარსაც უპასუხო და მე უნდა გავიქცე, იმიტომ 4 საათი ხდება და ფიზიკურად ვეღარ ვასწრებ. ანიკო? გავიგე, შენი მოვჩი ახლა და ერთი ზარის დამჭა და წავიდეთ მე, კარგი? ხო არ მოგვიანებ ძალიან. ერთი კარგი გენაჩვე, კარგი შემოძვით ცოტა, კარგი. ერთი წამით. ერთი ზარი კიდე არის. ეხლა ვაჩვენ რამდენიმე ზარია და ყველაზე ბევრჯერ ვისასაც დარეკინინოსთან დავიკავეთ წამით. ალო, გამარჯობა. ზარი იყო თქვენი? ზალზარე გავდით, აბა გისმენთ მითხარით გენისან. მეორე ნომერზე ვისასაუბრეთ? არის, სამეგრელოში ვარ და ზალით ჩამოყვანაზე მინდოდა რა, მე თვითონ მოახერხებს და მგონი ვერავინ ვერ ახერხებს. სამეგრელოში გინდა ზაღლი და ამოარჩიეთ რომელი ზაღლი გინდათ? კანეკორსოზე დავდეკეთ. მოდით ესე გავაკეთოთ მე თქვენი კოორდინატები მოგწერეთ, გამოვაქვეყნებ ჩვენ ჯგუფზე და იქნებ ვინმე მოდის სამეგრელოში, რომელ ქალაქში გინდათ სამეგრელოში? მარტვილში, ხო? მარტვილი სოფელი ლეხაინდაო. კი ბატონო, ძალიან მარტვილში ჩვენ 2 დღისი გავაგზავნეთ ზაღლი და იქნებ ვინმე მოდიოდეს მაკეთკენ თქვენ კოორდინატებს თუ მოგწერთ, ხო, გამოვაქვეყნებ და დაგიკავშირდება თუ ვინმე მოდის და გამოვატანს. ხო. ისეთ შეგირჩიათ, რომელიც არ არის აგრესიული და რომელსაც ბავშვები უყვარს. ანუ კანეკორსოს ჯიშიც. 6 ზაღლი ყავს კანეკორსო და არც ერთი არ არის აგრესიული განსაკუთრებით ბავშვების მიმართ არც ერთი. კარგით, მოგწერეთ ყველაფერი ეს და გამოვაქვეყნებთ. ამ ნომერზე გამომიგზავნოთ, კი ბატონო. კარგით, აბა დროებით, ნახვამდის. კარგით, მოდით თუ ვინმე მიდის მარტვილში, კანეკორსოს გაჩუქების შანსი არის, კი ვიცი ეს გოგონა მესენჯერში მოიწერა. დიდი ეზო აქვს მარტვილში და უნდა კანეკორსოს ჯიში ზაღლი. ჩვენ გვყავს ისეთი კანეკორსო, რომელიც სამოჯახს გამოადგება და ჩემი თხოვნა იქნება თუ ვინმე მიდის მარტვილში, შეგვეხმიანეთ და დაიმგზავრეთ კანეკორსო, ამით სიკეთეს გააკეთებ და კანეკორსოც მიიღებს და მოიპოვებს თავისუფლებას ჩვენთან ერთად. კარგი, ბარემ ამ ზარსაც უპასუხებ, მაგდრო კი რამდენიმე წუთი და მე დაგემშვიდობებით. დიახ, ჰალო. ჰალო, ბატონ თამას, გამარჯობა. გამარჯობა. მე თქვენი ნომერი მომცა dog shelter-მა მომწერა ძაღლის შეფარებასთან დაკავშირებით გირეკავთ თუ გექნებათ საშუალება. მე კი ბატონო, აბა გისმენთ, მითხარით რა შესაქმე.
ერთი უპატრონო ძაღლია ავლაბრის მეტროსთან ჰოლიდეი თუ რაღაცა ინირო დგას რა სასტუმრო იქ გამოდის ეგ ვიწრო ქუჩა და აი იმ ქუჩაზე ცხოვრობს უკვე 2-3 თვეა დაახლოებით გარეთ ბეტონზე დიდი ასაკით არ ჩანს ფოტო ჩაუგდე მე თქვენთან ჩატში ცოტა სიარული უჭერს ამ ძაღლს ან ვერ გადაადგილდება ვერ დარბის რო საკვები მოიპოვოს და ესე რაღაცა 2-3 მეტროზე გადაждდება გადმოждდება მზეზე და ასე შემდეგ სრულიად ქუჩაში დღესაც წვიმის ქვეშ იყო და შემნიშნე სადღაც სექტემბრის ბოლოდან რა და სულ ერთი და იგივე წერტილზეა მოკლე და თან ეგ არის სამანქანო გზა იქ ხა მოსახლე корпуსი ესეთი არაფერი არ არის რომ ვინმე შეიფაროს და აჭამოს მაგ ტერიტორიას უყურებს ქალბატონი ელენე. ყველა ძაღლი მაგ ტერიტორიაზე, ყველა ლოკაციაზე არის მისი მფარველობის და მისი ყურადღების ქვეშ. თქვენ იცნობთ ელენეს? არა, ელენეს არ ვსწავლ. მე ხა ამ ძაღლის ფოტო რამდენიმე მას ჩაუგდე გადარჩენის ფრონტს, იმას ამას, მაგრამ პასუხი არსაიდგან არ მოვიდა და მე რა არა, ისინი ვერ მოგცემენ პასუხს, იმიტომ რომ მე თუ მიკავშირდებით, მე მთელი საქართველოს მასშტაბით ვიცი თითოეული ძაღლის ლოკაცია, სად არის, ვინ აქცევს ყურადღებას და ასე შემდეგ. ავლაბარში და კონკრეტულად მაგ ტერიტორიაზე ქუჩის მიუსაფარ ცხოველებს ყურადღებას აქცევს ქალბატონი ელენე მიცის ყველა ძაღლის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია და ყველა ძაღლს იცნობს მოკლედ და თქვენ მე მოგცემთ ელენეს ტელეფონის ნომერს და უკავშირდით. კი ბატონო. და უთხარით ეს ყველაფერი და ეს არის ელენეზე მიკეტლებული ძაღლი. აჰა. აი, მაინც გადავამოწმებ, იმიტომ რომ არა, მე 100% გეუბნებით ამას, კაც გადამოწმება არ სჭირდებათ. მოგცემთ ელენეს ნომერს, ეხლა მოგცემთ მესეჯით. და დაურეგეთ ელენეს და უთხარით. კი ბატონო, თუ კარგი. რამე გაინტერესებდა, ამომწურა პასუხს მოგცემენ ამ ძაღლის შესახებ. კარგი. კარგით, ნახვამდის. ელენე ბაბაიანო, შევაგითხრა. გოგო, რამე ჩამოგიდი, ამ საყელო ჩამოგიდი, ტელეფონის ნომერი დააწერეთ ძაღლებს. სულ მაგას გეუბნებით, ყველას მიმკედებს. თქვენს ლოკაციაზე ძაღლები რო გყავთ, გაუკეთეთ საყელო და ტელეფონის ნომრები მიაწერეთ, კაცო. ღიარ გავა ესე იგი, ხან რომელი უბრიდა რეკავენ და ხან რომელი უბრიდა და ხან ესე იგი შენ გირეკავ მერე, ხან ვის და ხან ვის. ნუ რავიდო. გავაკეთეთ ესე რა, თქვენ მიკედლებულ ძაღლებს გავაკეთეთ საყელო. დიდი ასოებით დააწერეთ ტელეფონის ნომერი. იმითი საღებავით. თემაზე ზურგზე დააწერეთ. ეს ხუმრობით რა თქმა უნდა. კარგით, ამე ჩემო ძვირფასებო, ჩემო ტკბილებო და ჩემო ლამაზო ქართველებო და საქართველოს მოქალაქეებო, ყველას გისურვებ წარმატებას, ჯანმრთელობას, მეტი განათლება. თორემ იმდენი გონებაჩმოგი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში, იმდენი გონებაჩმოგი მირეკავსო, სირცხვილია. მე არ მიგვეს, რატო ვართ აი ამ ქახში დამწყნელში რაშიც ვართ. განსაკუთრებით ქოცებს მოგმართავთ, ისწავლეთ ბიჭო. სწავლა სირცხვილი არ არის, გაანძლიეთ. თორე თქვენ რო ცოტა რამე გეყაროთ თავში, ხო არ დაიმონებოდით ესე აი ამ განდონებს, ამათა რა. აბა კარგად იყავით დროებით მომავალ შეხვედრამდე.